მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სოლიდარობა მზია მაღლობებს და ყველა სინდისის პატიმარს. 1897 წელს ადგილობრივი მუსლიმების მიერ ზიკილიაში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მეჩეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 700,000 ლარამდე თანხაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთს დაზიანებული აქვს კედლები, სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯრები, ხის კონსტრუქციები და ასე შემდეგ. აღნიშნული მითითებულია სატენდერო დოკუმენტშიც. ამავე დოკუმენტის მიხედვით შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია 2027 წლამდე უნდა დასრულდეს. ეს არის ერთადერთი მეჩეთი, რომელიც საქართველოში მე-16-მე-18 საუკუნეებში ადგილობრივმა მუსლიმმა მესხებმა აშენეს და ახლა დაზიანებული და დანგრევის პირასაა. მაგალითად 2023 წლის აპრილის თვეში ადიგენის სოფელ ხევაშენში არსებული მეჩეთის კედელი ჩამოიშალა. დაზიანებული ახალციხის სოფელ საყუნეთში არსებული მეჩეთიც. იმ პერიოდში ქართველი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი დაზიანებებმა დაანგრია. შემორჩენილი მეჩეთები კი დროთა განმავლობაში ხან კლუბის შენობის, ხან სათივის და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ახლა მეჩეთები უფუნქციოა. 2012 წელს სამცხე-ჯავახეთში არსებულ 19 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიის თანაინვესტორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და ამბობს, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. დაკავების შემდეგ მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში იძულებით დააბრუნეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტორობის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 40 მილიონამდე აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს სასამართლომ დაუსწრებლად 11 წლის პატიმრობა მიუსაჯა. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას და ფულის გათეთრებას ედავებიან. მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა, მის წინააღმდეგ აღძრეს კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე. საზღვრის უკანონო კვეთისთვის და თანაინვესტორების ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის. ქობულეთში ინერტული მასალის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოში 55 წლის მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მამაკაცი ოზურგეთში ცხოვრობდა და აღნიშნულ საწარმოში 1 წელზე მეტი ხანის მანძილზე მუშაობდა. კომპანიის დირექტორის თქმით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა. იგი მწყობიდან გამოვიდა, შეკეთებას თავად შეეცადა, თუმცა ტექნიკა მოულოდნელად დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა. მედიის ცნობით საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მოხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხროვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 20 მაისს ოკუპანტებმა ხროვალეთთან საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს, მათგან ერთ-ერთი იმ დღესვე გაათავისუფლეს. ეს იყო ჩვენს მიმართ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით.